დიდება უფალს მოგესალმებით მებოდადებო შვიდობიანი საღამო მომადლე ჩვენ ქვეყანას ჩვენ საქართველოს დიდება უფალს მეგობრებო უნდა დაგვიდგეს ერთობის დრო რომ დავიხსნათ თავი უზნეო კანონებიდან უღმერთო სულიდან რომელიც მოდებულია ჩვენ ქვეყანას ჩვენ მიწას უსხოტომელები ძარცვავენ დღეს უსხოტომელებს მიაქვს ჩვენი მიწის სიმდიდრეები ჩვენი წიაღისეული და კაციშვილი არ არის ხმისა მომღები იმიტომ რომ ჩვენი მესვეურები თავის ტახტზე დიდი ხანია დიდი წლების უკან გაყიდულ ტახტზე დასვეს და რასაც იბრძანებს ფულის მოყვარული ეშმაკი იმას აკეთებენ იზულებით ასეთ უბედურ დღეში ვართ მადლობა უფალს ლოცვა გაგვაერთიანოს ერთი მეორე სიყვარულმა ჩვენი შვილების მომავალზე ზრუნვა ჩვენი შვილებია ჩვენს უკან კაცებო საქამდე ვიქნებით დადუმებული ჩვენი შვილებია ჩვენს უკან უზნეობას ასწავლის ყველაფერს ეს კერპთაყვანლობა ფულის სიყვარული ყველაფერ უზნეობას ასწავლის ამიტომ ღმერთმა გაგვაერთიანოს მოგმადლოს სიყვარულისთვის სულისთვის გულისთვის გაერთიანება უანგაროთ მადლობა ღმერთო ჩვენი სახელით რომ ალამაზებ ცხოვრებას ჩვენი სინდისით ნამუსით ზნეობით ღმერთო მადლობა ერთობისთვისაც გთხოვ ღმერთო მადლობა მზეს სითბოსთვის მადლობა მთვარეს იდუმალი შიშისთვის მადლობა ქარს ჩვენი დარდის გაყოლებისთვის მადლობა ცეცხლს ფერისთვის რომ იცის გარჩევა ნაკლოვანების და ადამიანებს აერთიანებს მადლობა წყალს ნამისთვის ცვარისთვის ხელპირის გნობისთვის წყობისთვის მოწესრიგებისთვის მადლობა დედა მიწას რომ გამყარდა ცაში განთავსა ჩვენი გზებია ჩვენი საზრდოა მიწაო მადლობა წყალო მადლობა ცეცხლო მადლობა ქარო მადლობა თვარეო მადლობა მზეო მადლობა ნინო მადლობა თქვათ ლოცვები ხალხო ლოცვები თუ გაგვაერთიანებს სხვა გზა არ გვიდგას არაფერი მეტი და მარხვისკენ მოგიწოდებთ ყველას თქვენზე ნაკლები კაი ბიჭი და ადამიანი არ ვიყავი მე დღეს აგერ ღმერთმა ფსალმუნებთან მომიყვანა და ლოცვებს მაკითხებს ეს თუ გაგვაერთიანებს და სარკეში ყურებას გადავეჩვიე კაცებო ქალებია მისახედი ქალები კაცობენ დღეს შარვლები დადიან იმიტომ რომ კაცები არიან შემოკლებული სარკეში ყურებით ისაჭურისებენ თავს გაიგეთ ეგი მარხვის რო გვაქვს გაიგეთ ეგი ფსალმუნი პირველი მოისმინეთ ვინ არის ნეტარი პირველი ფსალმუნი ნეტარ არის კაცი რომელი არა მივიდა ზრახვასა უღრმთოთასა და უღრმთო გზები რა არის რაც მცნებებს ცდება ხო 10 მცნება და 10 მცნება რომელია აგერ გეტყვით ეხლავეს 10 მცნებასაც მე ვარ ღმერთი შენი პირველი მცნება ასე იწყება მადლობა უფალო ყველაფრისთვის აბატონო ნეტარ არის კაცი რომელი არა მივიდა ზრახვასა უღრმთოთასა ფსალმუნი პირველი ასე იწყება და არ მივიდა ზრახვასა უღრმთოთასა და უღრმთო ზრახვები გამოიხატება მცნებებში არა პირველი მცნება მე ვარ უფალი ღმერთი შენი და რა იყვნენ შენ და ღმერთი უცხონი ჩემსა გარეშე და ჩვენ დღეს სათანადოს ვსემთ უფალს პატივს მეორე მცნება არა ქმნე თავისა შენისა კერპი არცა ყოველივე მსგავსი რაოდენი არის ცათა შინაზე და რაოდენი არის ქვეყანასა ზედა ქვე და რაოდენი არის წყალთა შინა ქვეშე ქვეყანასა არა თაყვანისე მათ არც ამსახურებდე მათ
არავის უფლის გარდა. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. უკაცრავად ბატონო მე აგერა ვარ გასული რა გინდა დედა? აჰა ხო კარგი. მამამ ყავს ცოტა შეუძლოთ და მიწევს მამასთან ყოფნა. სალმუნი მეორე არ აქმნე თავისა შენი კერპი, არცა ყოველივე მსგავსი, რაოდენი არის ცათაშინაზე და რაოდენი არის ქვეყანასა ზედა ქვე და რაოდენი არის წყალთაშინა ქვეშე ქვეყანასა, არა თაყვანისე მათ, არც ამსახურებდე მათ. ეს მეორე მცნება. პირველი ფსალმუნის ნეტარ არის კაცი, რომელიც არა მივიდა ზრახვასა უღრთოთასა. ეს არის ყველა მცნებები. ახლა მესამე მცნებას ვიტყვი. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. მეოთხე მოიხსენე დღე იგის შაბათი და წმინდა ყავ. 6 დღე იქმოდე და თქვენ ყოველი საქმე შენი, ხოლო დღე იგი მე-7 არის უფლისა ღმრთისა შენისა. 6 დღე იღვაწე, მე-7 დღე ეკუთვნის უფალს დასასვენებლად. ჩვენი სულიერი ხორციელი სხეული რო დავასვენოთ. მე-5 პატივი ესი მამასა შენსა და დედასა შენსა, დიდება უფალს. რა კარგი სიტყვებია და დღეგრძელ იყავ სამარადისოდ ბჟოლები. ეხლა ვეღარ არ გამომივა ჭამა და მიწახეს მამამ ყავს ცოტა შეუძლოთ და მიწევს მამასთან ყოფნა. ეს მე-5 ვთქვი. ეხლა ვიტყვი მე-6-ს. არა კაცკლა. მე-7 არა იმრუშ. მერვე არის ერთი წუთით მეგობრებო. არა მე-7 არა იმრუშო, მერვე არა იპარო. მე-9 არა ცილის სამო მოყვასა შენსა ზედა წამებითა სრუითა. მე-9 და მე-10 არა გული გითქმიდეს სოლისათვის მოყვასისა შენისა. არცა გული გითქმიდეს სახლისა მოყვასისა შენისა. არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა სასხოვრისა მისისა, არცა ყოველი რა იყოს მოყვასისა. არა გული გითქმიდეს. და ჩვენ დღეს ფულის გულიზა რამდენ ჩათლახობას, უნამუსობას გვაკეთებიებს. მამონა, ეშმაკი, ფული. სამწუხაროდ 34 თუ 35 წლის უკან დაინგრა იმპერია, საბჭოთა კავშირი. იქ სინდისი და ნამუსი აყვანილი იყო ზნეობად, კანონად. უბრალოდ ჩვენმა მამებმა ტყუილით, ბზაკრობით, დასავლელებმა დაანგრევიეს ჩონგურივით აწყობილი ქვეყანა. პირველები ვიყავით დედამიწაზე, ხალხო ქართველები. პირველები ვიყავით დედამიწაზე. საქართველოში დამლაგებელი ქართველი არ იყო. და დღეს ქართველს უხარია დამლაგებლად რომ მუშაობს. კი არ სათაკიროს კი არ ვამბობ. საერთოდ ფლიანობაში ვამბობ, რომ ასეთი ცხოვრება ჰქონდა ჩვენ ქართველებს. პირველები ვიყავით დედამიწაზე. საბჭოთა კავშირი როცა იყო, საერთო იყო ყველაფერი, ქარხნები, ზაოდები, ყველაფერი ეკუთვნოდა ხალხს, ქვეყანას. დღეს ჩვენი წიაღისეული ჭიათურა, რაჭისკენ გზა, ქვები უცხოეთში გააქვთ, გვაღატაკებენ, ოქრო, რამდენი წიაღისეული, რამდენი სიმდიდრეა რაჭაში და ერთეულები ყიდულობენ ქარხნებს, ზაოდებს, ყველაფერი დაიტაცეს. შევარნაძიდან მოყოლილი, გაიგეთ. გამსახურდიას მაგოინებში იყო ჩართული. მოატყვილეს აცხონოს უფალმა. სტალინი ძულდა და კი ვარ დღეს ამის ანადღეში სტალინი როგორ უნდა შეიძულო კაცმა. ქვეყანა გვაჩუქა. გამოგვახედა დაქცეული ქვეყანა, წაქცეული ქვეყანა. გაგვაერთიანა, გაგვამრავლა. 5 მილიონზე მეტი ვიყავით საბჭოთა კავშირში. გარდაიცვალა სტალინი და მის მერე დაიწყო პობა. დაიწყო პობა ჩვენმა საქართველოს. პირველები ვიყავით სინდისის და ნამუსი, ჩვენ გვეკითხებოდა მთელი მსოფლიო. იმიტომ რომ
რუსეთი მართავდა საბჭოთა კავშირს ქრისტიანები არიან მაგრამ რუსეთი ითვლება ღვთისმშობლის უთხოვული მიწად რუსეთი რომ იცოდე და ჩვენ დღეს ვლანძღებთ ისე ვარ დაცემულები ისე ვარ წახდენილები საკუთარ ქრისტიანებს ვლანძღებთ ხო და იქ ევროპელებს ურჯულოებს ვაღმერთებთ არამზადებს გუნდრუქს უყრით და ქრისტიანებს და მეზობლებს რუსებს მაგერმა გაგვათეთრენ ცოტა გამოგვახედენ თვალებში ბარეულს ყავდა რუსის ქალი სოლად და მაგერმა გამოგვათეთრენ ცოტა თორე ჩვენ კარგ დღეში ვიყავით გონიათ დღეს ისე გვაქვს გონება დახშობილი უმრავლესობას იმიტომ რომ ტელევიზორი ბოროტებას ხადაგობს ჩვენ პარლამენტში მილიონრები ზიან და მილიონერს ახლა რა თუნდა შენი ღმერთი მაგის ღმერთი ფულია მე კარგად ვიცნობ რა არის მილიონრები კარგად ვიცნობ მაგას ქონია მაგენთან ურთიერთობა ღმერთს მადლობა რომ გამრიყა მაგენიდან მადლობა უფალს რომ გამრიყა მაგენიდან მადლობა უფალს რომ გამრიყა მაგენიდან და ლოცვა დამაყენა მადლობა უფალს ამისთვის ამიტომ ერთმანეთის ნდობით სიყვარულით შენ ველაპარაკ რა გინდა შენ მანიას ვკითხე და მანიამ ზევდება ხმა მამშენის საქსების ბიჭო შენს მიატოვე არჩიმას მე თქვენ იმედი არ დამხმარეს სახში შენ მე შენ იმედი არ ამაქვს შენ მე რა მივატოვე ზაღლზე ვიყავ 5 წუთი ჩასული როარჯო და აქანი რავა წაიქცეო და რავა მეგონა როარჯო და მე ამას უყურადღებოდ არ ხო მე არც მიატოვე უყურადღებოდ არც მიატოვე უყურადღებოდ ნუ გეშინი ასე წაიწყო არაფერი არ დაურტყია და არაფერი ისეთი არ დამართია მადლობა მე შეიძლება იმას სარეს მანქანას მიეჯახა უბრალოდ მე რა გუშინ უარესად წაიქცა კიდე შენ თუ მიდიხარ მიდა მალე მოцხრისთვის მოდი ხო ნახევარი კია უკვე ხო ნახევარი კია უკვე რამხელად რომ მოსული მივიდე და გამოვიცემ თან ვარტაფერი რა მოხდება შენ ახლა მანქანით ვარ მოიხსენე კტრები არაფერი მოგივა ფსალმუნი პირველი ნეტ არ არის კაცი რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და მცნებები კი წავიგითხე და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა არამედ ჟულსა ღმრთისას არც ნება იმისი და ჟულსა მისას რახავ ნიგი დღე და ღამე და იყოს იგი ვითარცა ხე დანერგული თანაწარსა დინელსა წყალთასა რომელვან გამოსეს ნაყოფი მისი ჟამსა თვისა და ფურცელნი მისნი არა დასვივენ ადამიანის ფასი რა არის და ყოველივე რაიცა ყოს წარემართოს მას არა ესრე უღრმთონი არა ესრე არამედ ვითარცა მტვერი რომელ აგავის ქარმან პირისაგან ქვეყანისა ამისთვის არა აღდგნენ უღრმთონი საჯელსა არცა ცოდვილის რახვასა მართალთასა რამეთ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი ცოდვილთაი წარწმდეს უფალო ყველაფერი უზნეობა ჩვენი ქვეყნიდან წარწმინდნენ ჩვენი შვილები სინდიში და ნამუში რო გაგვეზარდო და ჩვენს გვაპატიე ჩვენმა მეგზაპატიე რომ მიგატოვეთ მივენდეთ უცხოტომელებს უღმერთო ხალხს და კი ვიმკით აგერ საჯელს მაგის გულიდან ბოდიში მეგობრებო სახში ვარ კიდე მოგვიწევს ურთიერთობა მამამ ყავს ცოტა შეუძლოთ და ხშირად ვერ ვატოვებ ასეთი ამბებია მადლობა უფალს ერთობის რო არის მოსული კაცებო ჩვენი შვილების გამო მეტი არაფრის გულიზა რო სინდი უსინდისოები რა თქვინდა სახში რა თქვინდა მაგის ანაშვილი ღმერთი თუ არის ესოდინა სინდისი და ნამუსი თუ არის ესოდინა სიგარეტი თუ შემოგაბოლა ბავშვმა სახეში შენმა ქალიშვილმა თუ საყვარელი სახში მოგვიყვანა ზუსტად მაგ დრო გვიდგას ქალები რაც დაგვამძავსეთ ჩვენი ქალები კაცებს მაქვს მე პრეტენზია სადახართ კაცებო თქვენ ოჯახებში ქალები ნაკოლკებიანი ქალები დადიან და კაცებად გონია თქვენი თავი იცოდეთ ყველაფერი მოიკითხება ყველაფერი ბოლო წერტილსაც მოვკითხავ ნეტარებაში ქრისტე ამასამ არაფერი არ გადავა რჯულიდან ყველაფერი აღსრულდება და დღეს ჩვენი ცოლები ნაკოლკები დადიან და ჩვენი ქალები რატო? იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ
ვარგისიანები და იმიტომ რომ ქალები არაფერი შუაში არ არიან ჩვენი სულების გამო კარგი დროებით დიდება უყურს